გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტი. დღეს ვისაუბრებთ მენეჯმენტზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნინო ჩხეტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა მშვენივრად. მოდი ვისაუბროთ მენეჯმენტზე და მენეჯმენტის გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებისთვის მენეჯმენტი ასოცირდება დიდ კომპანიებთან ან სამსახურთან და ასე შემდეგ, თუმცა თქვენი აზრით რას ნიშნავს მენეჯმენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში? კი ბატონო, ნამდვილად ასეა, მენეჯმენტი ხშირად ასოცირდება ხოლმე დიდ ორგანიზაციებთან, შარვალ კოსტუმიან და ხალხსუხიან ადამიანებთან, მაგრამ ეს ყველაფერი მენეჯმენტი, ანუ მართვა, ვლინდება რა თქმა უნდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ინდივიდუალურ დონეზე. ყოველდღიური მენეჯმენტი ნიშნავს დროის, რესურსების, ენერგიის და ასე შემდეგ ეფექტურ მართვას ისე, რომ ადამიანის ყოველდღიური აქტივობები იყოს კარგად ორგანიზებული. მაგალითად, რა ვიღოთ დროის მენეჯმენტი, როგორ გეგმავთ ჩვენ დღეს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულოთ ამოცანები და შევქმნათ ბალანსი ჩვენს პირად ცხოვრებას შორის და პროფესიულ საქმიანობას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიზნების დასახვა და პრიორიტეტების განსაზღვრა. როგორ ვადგენთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში და რა შეიძლება გადაიდოს სამომავლოდ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მენეჯმენტი, როგორ ვუფრთხილდებით და ვმართავთ ჩვენს ემოციებს, სტრესს, სიხარულს, ბედნიერებას, წუხარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა. და რა თქმა უნდა, რესურსების მართვა, როგორ ვიყენებთ მაგალითად ჩვენ ფულს, ენერგიას, უნარებს, ურთიერთობებს, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ან მენეჯმენტი ინდივიდუალურ დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყოველი ასპექტის კარგად ორგანიზებას. როგორ გამოიყენება მენეჯერული უნარები სტუდენტის, ან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურობაში, როდესაც ის ფორმალურად ბრჭყალებში არაფერს არ მართავს? მენეჯერული უნარები როგორც წესი ასოცირდება ხოლმე ორგანიზაციებთან და ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ მენეჯერს სამი მთავარი უნარ-ჩვევა უნდა ჰქონდეს. ეს არის კონცეფციული უნარი, რაც გულისხმობს სიტუაციის ანალიზს და მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას, ადამიანური უნარი, რომელიც ადამიანის ქცევის გაგებასა და კოორდინაციას და мотиваციას გულისხმობს და ტექნიკური უნარ-ჩვევა, რომელშიც ის გულისხმება საქმის სპეციფიკის კარგად ცოდნა. მაგრამ ეს უნარები ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერმა ადამიანმა, მაშინაც კი როცა ის არაფერს არ მართავს ფორმალურად, ასე ვთქვათ. ეს უნარები ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია გამოიყენოს, რათა უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად მოახდინოს საკუთარი ცხოვრებისა და დროის მენეჯმენტი. მე მაინტერესებს თქვენ ან თქვენმა სტუდენტებმა მენეჯმენტში მიღებული ცოდნა თუ გამოიყენოთ პრაქტიკაში და როგორ რა ფორმით მოხდა ამ უნარების მობილიზება და გამოყენება. ხო, აი ეს არის ხოლმე ყველაზე სასიამოვნო მომენტი და ყველაზე ბედნიერი წუთები, როდესაც გხვდება შენი ყოფილი სტუდენტი და გეუბნება, რომ პრაქტიკაში გამოადგა ლექციაზე მიღებული ცოდნა, სემინარზე მიღებული ცოდნა და ასე შემდეგ. ამ დროს ძალიან ბედნიერი და ცოტა ამაყებიც ვართ ხოლმე, როდესაც აი ესეთ და ასეთიც საბედნიეროდ ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია. როგორ უნდა დაგეგმოს სტუდენტმა თავისი დრო და თავისი ამოცანები ან დავალებები ისე, რომ თავი იგრძნოს მენეჯერის როლში? სტუდენტმა ეფექტურად უნდა დაარეგულიროს თავისი დრო და ამოცანები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი საქმიანობის ზედმიწევნით კარგად ორგანიზებაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საჭიროა ჩამოყალიბოს მოკლევადიანი, ვთქვათ, ერთდღიანი, ერთთვიანი, ერთკვირიანი და გრძელვადიანი, ვთქვათ, სემესტრული ან ერთწლიანი გეგმები. და მიზნები. ამ მიზნებს შორის შემდეგ უნდა მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა, ანუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რა არის უფრო დროული და რა შეიძლება გადაიდოს, ვთქვათ, სამომავლოდ. მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე არის დროის სწორი მენეჯმენტი, ანუ როდესაც დრო არასწორად არის მართული, შეიძლება ბევრი რამე დაგვრჩეს გაუკეთებელი და დაუსრულებელი. თუმცა ასევე უნდა ვიცოდოთ ისიც, რომ ზედმეტი დატვირთვა და გადატვირთვა და დაძაბულობა ასევე უშედეგოა. და თუ გაქვთ მაგალითი, როგორ იყენებთ მენეჯმენტს თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჩემი პირადი ცხოვრება, რა თქმა უნდა, მე ვმართავ, ყველა ჩვენ ვმართავთ ჩვენს პირად ცხოვრებას. დილიდან რა ვიცი იწყება ეს მომზადებით, საუზმით, ბავშვისთვის რაღაცების გამზადებით.
ყველანაირად გათვლილია დრო იქ საკუთარი თავის მოვლისთვის, საუზმისთვის, მე გზაში, ავტობუსი და ასე შემდეგ ყველაფერი არის გათვლილი, რა თქმა უნდა. საინტერესო შეიძლება ალბათ უფრო თქვენთვის იყოს ის, როგორ ვიყენებ ამას საქმიანობაში. ანუ მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ესეთი რაღაც мотиваცია, ხო? мотиваციას ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს გარკვეული მიზნების მისაღწევად. ანუ მაგალითად თუ მე მაქვს 100 ძალე შუალედური ნაწერი გასასწორებელი, მე ეს როგორც მინიმუმ ისე ვამბობ. ყოფ ხოლმე რაღაცა პატარ-პატარა 20 ცალ ნაშრომად დავუშვათ და ვუწესებ საკუთარ თავს გარკვეულ ჯილდოებს და ამით ვიმაღლებ мотиваციას, რომ აი ხა 30-ს რო გავასწორებ, მე დავლევ ყავას. აი და ეს მცირე მიზნების დასახვა არის ძალიან კარგი შედეგის მომტანი. ანუ мотиваციას გვაძლევს და სტიმულს გვაძლევს, რომ ხა დროს შეხედა ხო ამას რა გავასწორებს ფიქრობ, მაგრამ მე პატარ-პატარაებად რო დაყოფ რაღაცა დიდ მიზანს და დელნალა გააკეთებ, ეს ძალიან ხო, და კიდევ დამოვიწყდა, პროფესორ მიდოდა მეთქვა, რომ ლექციის და სემინარის დროს ასევე ხდება მართვა, ანუ მე ვმართავ ჯგუფს, მართავ რა გაგებით ახლა, რომ ჩუმე იყოს, თქვა სიმშვიდე იყოს და სემინარის დროს, როდესაც თქვა აქტივობის კომპონენტი მიმდინარეობს, ეს გულისხმობს კითხვა-პასუხის რეჟიმში სემინარზე მასალის ჩაბარებას. მე მიწევს მართვა სტუდენტების, თქვა ვინ უპასუხოს, მინდა ხოლმე რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა ამ მასში, რა ქვია, გამოკითხვაში, ვინმე არ დარჩეს ისე რომ თქვა უნდა პასუხის გაცემა და ვერ მოახერხა და მე ვცდილობ ხოლმე მაგალითად თქვა ერთი და იგივე ადამიანი თუ ბევრჯერ იწევს ხელს, რომ მე მაგ პასუხი ხო, თუ იმას ერთხელ უკვე დაპასუხებია, ანუ ჩემი მართვა გამოიხატება იმაში, რომ იმას აღარ ვაძლევ სიტყვას და ვაძლევ სხვას დავუშვათ, რომელიც რომელსაც ჯერ არ პასუხია არც ერთ შეკითხვაზე და ანუ აქაც ხდება სერიოზულად ერთ-ერთი სამართავი სივრცეა აუდიტორიაც ისევე როგორც თქვა სხვა დანარჩენი სივრცეები. როგორ ფიქრობთ, ყველა სტუდენტისთვის შედეგიანია დროის მართვა, დროის მენეჯმენტი, თუ ზოგიერთ სტუდენტში პირიქით ეს არის უფრო მეტი სტრესის მომტანი, მაგალითად იმ სტუდენტებში, ვისაც აქვს ზედმეტი მგრძნობელობა სტრესის მიმართ, პასუხისმგებლობის მიმართ და შესაძლოა რომ დროის მართვამ ასევე მკაცრად გაწერილმა რაღაცა დროში არსებულმა ტასკებმა მეტი სტრესი მოიტანოს და პირიქით უფრო ნაკლებად პროდუქტიული გახადოს მათი შრომა, მათი სწავლა და ზიანიც კი მოუტანოს მათ. ხო, ყველაფრის დაგეგმვა ესეც საფეხურებად ჩამოწერა ცოტა რთულია. პროცესი რთულია ჩამოწერა არ არის, აი მე ამის შესრულება არის რთული და ამ შემთხვევაში ესეთი ჯადოსნური სიტყვა მაქვს, მე გააჩნია, ეს ჩემს სტუდენტებმა იციან. რასაც გულისხმობ ხოლმე და გააჩნია ადამიანს მოკლედ როგორი ტიპაჟია თუ სტრესავს მას ეს საათობრივად გაწერილი გეგმა და მიზნები რა თქმა უნდა ჯობია რომ სპონტანურად რაღაცები გააკეთოს ხანდახან ეს გაწერილი არ გამოდის და ზოგჯერ არის რომ ერთი რაღაცით რომ მოვარდება და რაღაც ასეც ვერ გააკეთებ მე იშლება მთელი დღის გეგმა ესეც ხდება ხოლმე. აქვს ინდივიდუალურია და გააჩნია ადამიანს და გააჩნია სიტუაციას. კი ბატონო. თქვენი აზრით რა არის რომელი უნარებია ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ეფექტურად მოვახდინოთ დროის მართვა ჩვენი ცხოვრების, ჩვენი საქმეების და პირადი რაღაცა ყოველდღიურობის მართვა? კი ბატონო, ეფექტური თვითმმართველობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ალბათ დისციპლინა, თვითკონტროლი, მიზნების დასახვა და პრიორიტეტების განსაზღვრა, ეფექტური კომუნიკაცია, დროის მართვა, ემოციური ინტელექტი, ანუ საკუთარი ემოციების კარგად ცნობა და სხვის ემოციების გაგების უნარი, თანადგომა, თანაგანცდა, мотиваციის შენარჩუნება, როდესაც საქმე ეხება თქვა გრძელვადიან ან რთულ მიზნებს, ალბათ ფსიქოლოგიური გამძლეობა, სტრესის მართვა, ამტანობა, თვითგანვითარების სურვილიც არ იქნება რიგო ასე ვთქვათ, უკავშირი და სხვისი მოსმენის უნარი ვიტყოდი კიდევ. და თქვენ თვლით თუ არა რომ საკუთარი თავის მართვით შეგვიძლია ვისწავლოთ ლიდერობა და შემდეგ უკვე გუნდის მართვა, სხვადასხვა ადამიანების მართვა, ან სიტუაციების მართვა და როგორ თვლით, როგორ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ეს?
კი ბატონო, ლიდერობა ხშირად ასოცირდება ხოლმე ჯგუფების მართვასთან, პროექტების ხელმძღვანელობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს საკმაოდ უფრო მეტად ღრმა და ფართო უნარია, რომელიც პირველ რიგში იწყება საკუთარი თავის მართვით. ლიდერობის სწავლა, საუკეთესო ლიდერი შეიძლება ვთქვათ, რომ არის ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მართავს კარგად და შემდეგ უკვე ეს ქმნის კარგ ნიადაგს იმისთვის, რომ ის იყოს კარგი გარე ლიდერი. ლიდერობის სწავლა საკუთარი თავის მართვით იწყება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლიდერს უნდა ჰქონდეს რეალური თვითშეფასება, ანუ ადამიანის თვითშეფასება შეიძლება იყოს მაღალი თვითშეფასება ჰქონდეს საკუთარ თავზე, ან დაბალი თვითშეფასება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ჰქონდეს რეალური, არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი, როდესაც ვფიქრობთ, რომ მას არაფერი არ შეუძლია, ან გადაჭარბებით წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ესეც არ არის კარგი, რა თქმა უნდა, ანუ რეალური თვითშეფასება უნდა ჰქონდეს, თავდაჯერებულობა აუცილებლად, უნდა შეძლოს დროის სწორი მართვა, სწორი მიზნების დასახვა, ცვლილებებთან გამკლავება, ეს ლიდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, დარწმუნების უნარი ასევე, შეცდომებზე სწავლის უნარი, მოსმენის უნარი და რა ვიცი, ბევრი რამ კიდევ. და ანუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს უნარები, მენეჯმენტური უნარები, შეიძლება ესეც ეწოდოს, მეგობრულ ურთიერთობებში, ან თუნდაც ოჯახურ ურთიერთობებში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მენეჯმენტი არის მართვა და ჩვენ მართავთ მართვა გვჭირდება არა მარტო სამსახურში და ოფისში, არამედ მეგობრებთან, ოჯახში, ქუჩაში, რა ვიცი, ყველგან მენეჯმენტია, ასე ვთქვათ. მენეჯმენტი არ არის შემოფარგლული მარტო ოფისით და ასე შემდეგ. მენეჯმენტში არსებული მიდგომები შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ არა მარტო ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში, არამედ ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებშიც. ბევრი მენეჯერული ტექნიკა, მაგალითად, როგორც არის დროის მენეჯმენტი, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრის უნარი, ეფექტური ორგანიზება, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ წარმატებულ და ჰარმონიულ ურთიერთობებს. ახსენეთ პრობლემების გადაჭრის უნარი, ხო? ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია მართვის, მით უმეტეს ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებში. და რამდენად მნიშვნელოვანია ეს უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ არ გვაქვს მაგალითად იმის უნარი, რომ კონფლიქტი მომგვაროთ სწრაფად, ან ისე რომ არც ერთი მხარე მაგალითად არ დაზიანდეს, მათი ინტერესები არ დაზიანდეს, როგორ უნდა გამოვიმუშავოთ ამ შემთხვევაში ეს უნარი? ხო, კონფლიქტის მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გვეხმარება არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით ამ მოვლენას. როდესაც კონფლიქტი არ იმართება ეფექტურად, ის ხშირად იწვევს ურთიერთობების გაუარესებას, გაღიზიანებას, სტრესს. სწორედ ამიტომ კონფლიქტის მართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება არსებობდეს როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში, მეგობრებში და ასე შემდეგ. კონფლიქტთან დაკავშირებით ზოგადად არსებობს სამი შეხედულება. ეს არის ტრადიციული შეხედულება, ადამიანური ურთიერთობისა და ინტერაქციონისტური შეხედულება. ტრადიციული შეხედულების მიხედვით კონფლიქტი არის ცუდი და ის თავიდან უნდა იქნას აცილებული. ადამიანური ურთიერთობის შეხედულების კიდე გულისხმობს, რომ კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა და ზოგიერთი მათგანი შეიძლება ხანდახან სასარგებლოც იყოს. რაც შეეხება ინტერაქციონისტურ შეხედულებას, ის პირდაპირ მხარს უჭერს კონფლიქტს, რადგან ზედმეტად მშვიდ, ჰარმონიულ და გაწონასწორებულ ჯგუფს ან ორგანიზაციას მიდრეკილება აქვს სტატიკურობისაკენ და უგრილობისაკენ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც ყველას ეთანხმება, ყველაფერი არის ძალიან კარგად ერთი შეხედვით, არავინ კითხვას არ სვავს, არ არის დისკუსია, არ არის კამათი, ასეთი ორგანიზაცია ან ნებისმიერი სხვა კავშირი დიდხანს ვერ იარსებებს. გასაგებია და როგორ ვაქციოთ ჩვენი ცხოვრება ესე რომ ვთქვათ მენეჯმენტულ პროექტად, რომელიც მიმდინარეობს შედეგიანად და ხარისხიანად. ჩვენი ცხოვრება როგორც მენეჯმენტული პროექტი ნიშნავს საკუთარი დროის, რესურსების და ენერგიის სწორად მართვას. კონკრეტული მიზნები უნდა დავისახოთ, გრძელვადიანი, იქნება ეს თუ მოკლევადიანი. შემდეგ მათი პერიოდული გადახედვა უნდა მოხდეს, შეფასება უნდა მოხდეს. საკუთარი თავის мотиваცია უნდა შეგვეძლოს, უნდა გქონდეს თვითდისციპლინა. შედეგებს, რომელსაც მივაღწევთ, მე უნდა გადავხედოთ, თუ რამე შეცდომა მოგვივიდა, ამ შეცდომაზე ვისწავლოთ, გავაანალიზოთ და ასე შემდეგ. თუ გაქვთ ისეთი რჩევა, რასაც თქვენ სტუდენტებს აძლევთ ხოლმე, ან ახლა თუ მისცემთ სტუდენტებს ისეთ რჩევას, რომ ან მაგალითად რა უნარებზე დაიწყონ მუშაობა
დღესვე და რა უნარები გაუმჯობესონ იმისთვის, რომ მენეჯმენტი გახდეს მათი ცხოვრების ნაწილი. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება მივცეთ, ეს არის თვითორგანიზება. აუცილებლად, რომ მობილიზებული იყოს ადამიანი, შეეძლოს თვითორგანიზება, დროის მართვა, იმიტომ რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და თვითმოტივაცია, ანუ არ დაყაროს ფარხმალი და როგორც მე ვახცენე, როგორც ვაკეთებ ხოლმე, რომ რაღაც მიზნების დემისვლა თუ მიჭირს, რაღაც პატარ-პატარა მიზნება ყოფ და მე რაღაცა ჯილდოებსაც უწესებ საკუთარ თავს, რომ შეასრულო დასახული ამოცანა და მიაღწიო დასახულ მიზანს. დიახ, თუმცა სტუდენტებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის ყველაფრის ასე მართვა თითქოს ცოტა პროტესტის გრძნობას აღვიძებს ხოლმე მათთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდები, სტუდენტური ასე კი ადამიანები ხო, მით უმეტეს სტუდენტები მეტად არიან ვიდრე კი თავისუფლებისკენ და აი სპონტანურობისკენ და ასეთი რაღაცებისკენ. და ამ შემთხვევაში როგორ უნდა გააკეთონ ისე, რომ ეს თავისუფლება და სპონტანურობაც არ დაკარგონ და არ დააზიანონ თავიანთი მაგალითად სწავლა და მუშაობა და ასე შემდეგ. კი ბატონო, დაგეგმვა და მიზნების დასახვა და ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არა მარტო მინდა ითხრათ, არა მარტო ახალგაზრდები, მეც ძალიან კარგად ვიცი ხოლმე რაღაცების სპონტანურად სრულად დაუგეგმავ რაღაცეებში და სხვათა შორის ეს ამას უფრო კარგი შედეგი აქვს ხოლმე, ასე ვთქვათ. ასე რომ შეიძლება შევათავსოთ ისიც და ისიც. გააჩნია სიტუაციას და გააჩნია პიროვნებას. ანუ ბალანსი მაინც ყოველთვის საჭიროა, ხო? კი ბატონო, ბალანსი პროფესიულ საქმიანობას, პირად ცხოვრებას შორის და ასე შემდეგ, ანუ ეს მართვა და მენეჯმენტი ყველაფერ ამაში გვეხმარება. აი დღის დაგეგმვა მაგალითად, ხო, როდესაც დღეს ვგეგმავთ, იქ უნდა მე მაგალითად მაქვს ლექციებიც, მაგრამ მე ადამიანს ხო რამდენიმე როლი აქვს ზოგადად ცხოვრებაში, ხო? მიწევს ჩვენ სხვადასხვა როლის შესრულება. მე ვარ დაუშვათ აქ როცა ვარ უნივერსიტეტში ვარ ლექტორის როლში, როდესაც აქედან სახლში მივდივარ, ვარ მშობლის როლში. ხო, მე უნდა თანაბრად გავანაწილო დრო, რომ იყოს ჩემ შვილსაც დაუთმო ეს დრო და ჩემ სამსახურსაც. ძალიან დიდი მადლობა. რომ გვესტუმრეთ. მადლობა რომ მომიწვიეთ. და მადლობა ასევე მინდა გადავუხადო ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია UNILABS, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი და ჩვენ პროექტს უზრუნველყოფს გადასაღების სივრცის და ტექნიკით.